კოალიცია ერთგულებისთვის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვაქვს ჩვენთან სტუდიაში, ნინო გოგინაშვილი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან მომბრძანებისთვის. საუბარი კი დავიწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრული ბოლო საქმეებზე საუბრით და თქვათ ის, რომ აქამდე მსგავსი ამ მუხლით ჯერ კიდევ არ იყო აღძრული საქმეები. საუბარი კი ეხება ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეებს და მათ შორის არიან თქვენი კოალიციის ლიდერებიც, უკვე ვინც პატიმრობაში იყო, მათ წინააღმდეგ უკვე ახალი საქმეები აღიზრდა და ბევრად უფრო ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ, თუ კი მათ მიუშჩიან სასჯელს. თქვენი შეფასება როგორია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით და მე უკვე სხვა კითხვებსაც შემოგაშველებთ, ესე რომ ვთქვათ. ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორც არის საზოგადოების შეფასება. ძალიან ცხადია, რისკენ ისწრაფვის ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი და რისი მიღწევა სურს მას. კოალიციას ცვლილებისთვის 4-ვე ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი არის ამ წუთას დაპატიმრებული სხვადასხვა აბსურდული ბრალდებით. ძირითადი ეს იყო ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო კომისიაზე არ გამოცხადება და იმ მასკარადში მონაწილეობის არ მიღება, რაც ჩვენ ქართულ საზოგადოებას არალეგიტიმურმა რეჟიმმა შემოგვასაღა როგორც რაღაც საგამოძიებლო კომისია. რასაკვირველია, ამ საგამოძიებლო კომისიის ლეგიტიმაციას არავინ არ აღიარებს საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ესეთი აბსურდული ბრალდებით უკვე დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერებისთვის მუხლების დამძიმება და იმ მუხლების მისადაგება, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ალბათ უსჯიან ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულებების ჩამდენებს და ამ კონტექსტში საქართველოში ოპოზიციური ლიდერების კიდევ უფრო მეტად დასჯა არის იმის გამოხატულება, რომ ქართული ოცნება ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი, ის აღარ წარმოადგენს არავითარ კონტექსტში ოდნავ ლეგიტიმაციის მქონე ან ოდნავი სამართლიანობის მქონე რაღაც ინსტიტუციას ან გუნდს და ამ რეჟიმის მთავარი ამოცანა გაანეიტრალოს ყველა ის პოლიტიკოსი და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც მის არსებობას ხელს უშლიან საქართველოში. აქ ბარემ ჩაიკითხებით, საინტერესო იყო ის, რომ მხოლოდ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, ანუ მამუკა ხაზარაძის და ბადა ჯაფარიძის მიმართ პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვა, თუმცა სხვების შემთხვევაში ეს მოითხოვა. რაზე მიანიშნებს ეს? ამ შეფასებაში მე მკაცრი ვიქნები, თუმცა ამ სიმკაცრეს თავისი საფუძველი აქვს. ის, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურა ითხოვს გირაოს და არა პატიმრობას, როგორც სხვა მილიონის ოდენობით, ეს თანხა ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა იქნებოდა მოთხოვნა. მთავარი, რასაც გვეუბნება ქართული ოცნება, არის ის, რომ თუ რეჟიმთან ითანამშრომლებ, შენ ციხეს გადარჩები. ჩემთვის ეს სურათი ზუსტად ასე ლაგდება. სამწუხაროდ ლელომ ითანამშრომლა რეჟიმთან, ითანამშრომლა თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობით და ისინი საკრებულოს წევრები არიან. ამ კონტექსტში ლელო წარმოადგენს დღეს უკვე სისტემურ ოპოზიციას, რომლის არსებობაც ქართული ოცნების რეჟიმისთვის სასარგებლოა. ერთი მხრივ ის ამყარებს ისეთ დიქტატურას, რომელშიაც ვერავინ ვერ გაბედავს პოლიტიკურ ოპონირებას და მეორე მხრივ, რასაკვირველია, ქართულ ოცნებას სურს, რომ ამ დიქტატურაში ის არ იყოს მარტო და ერთპარტიული არ იყოს და ერთპარტიულად არ იყოს მართული საქართველო. სწორედ ამის გამო ლელო ძლიერ საქართველოს ქართული ოცნება მოიაზრებს როგორც მოკავშირეს და სწორედ ამის გამო ხდება ის, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურა ითხოვს გირაოს. მაშინ, როდესაც მაგალითად ზურა გირჩი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში არათუ გირაო არ არის მოთხოვნილი, არამედ კონკრეტულად არის მითითებული, რომ ეს ადამიანები, ისევე როგორც გიორგი ვაშაძე, მონაწილეობდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ და მათი ინიციატივა იყო ქართული ოცნების რეჟიმის 300-მდე დასანქცირებული წარმომადგენლის მიმართ აი იმ პოლიტიკის გატარება და საგარეო სამუშაოები, რომელმაც გამოიწვია სწორედ ეს სანქციები. ქართული ოცნებისთვის სანქციები რასაკვირველია შემაწუხებელია, ისევე როგორც ნებისმიერი რეჟიმისთვის. იმის მიუხედავადაც კი, რომ ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული კურსი დღეს უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, აი 28 ნოემბერს უახლოვდებით და სწორედ 1 წელი ხდება, რაც ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი თურმე აღარ არის ევროკავშირი და ამ მიმართულებით ჩვენ ამ წუთას გაჩერებული გვაქვს ყველანაირი მუშაობა.
ამის მიუხედავად რეჟიმს სჭირდება საგარეო ლეგიტიმაცია და სჭირდება ისეთი სახელმწიფოების მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოებია. პირველ რიგში ეს არის ევროკავშირის სახელმწიფოები, ეს არის რასაკვირველი ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის დიდი ბრიტანეთი, ეს არის ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოები. და ის რომ რეჟიმს ყავს სწორედ აი ამ სახელმწიფოების მხრიდან სანქცირებული წარმომადგენლები არის პრობლემა. ელენე ხოშტარიას, ზურაგ ჯაფარიძეს და ჩვენი კოალიციის ყველა ლიდერს ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ საჯაროდ უთქვამთ, რომ ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ქართული ოცნების კონკრეტული წარმომადგენლები და ეს ეხება მაღალი რგოლის მენეჯმენტს, ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფი, ეს არის უფრო კლანური ჯგუფი და შეიძლება რომ მაღალი მენეჯმენტი უწოდოთ იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ პოზიციებზე არიან. აი თქვენ რაც თქვით, ეს უთქვამთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც და თუ კი ვამბობთ იმას, რომ აი ცალკეული თქვენი ლიდერები მათ შორის იყვნენ შეხვედრებზე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ძალიან აქტიურად მუშაობდნენ. აქტიურად ასევე აქტიურად მუშაობდნენ, მაგალითად გუშინ დაისვა შეკითხვა სალომე ზურაბიშვილი და ვიცით ცხადად რომ მას ასევე არანაკლები კავშირები აქვს. იგივე საფრანგეთში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, თუმცა შეიძლება თუ არა რომ მის მიმართ ველოდოთ მსგავსი საქმის აღზრას, რადგანაც გუშინ დაისვა შეკითხვა მედიაში და ასევე გიორგი გახარიაზეც ვახსენოთ, რომელიც ამჟამადაც იმყოფება გერმანიაში. თუმცა მისი თანაპარტიელები არიან პარლამენტში, ვხედავთ ამასაც. რამდენად რეალურია, რომ მათ წინააღმდეგაც აღიძრას მსგავსი მუხლით სისხლის სამართლებრივი საქმეები და ვიხილავთ თუ არა მათაც საპატიმროში. პირველ რიგში ვიტყვი ხალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც დღეს წარმოადგენს ქართულ საზოგადოებას და უკანასკნელ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ის წარმოადგენს სწორად. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ქართული ოცნება ბოლო პერიოდში, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საკმაოდ აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა. მათ პრეზიდენტის იმპიჩმენტიც ჰქონდათ დაგეგმილი, რომელიც არ განხორციელდა და ჩავარდა და რასაკვირველია ამ კონტექსტში მე არ გამოვიწყავ, რომ მის მიმართაც ამოქმედდეს და დაიწყოს სწორედ იგივე კონტექსტში საქმის წარმოება. და სისხლის სამართლის მუხლი მიესადაგოს სალომე ზურაბიშვილსაც, ვინაიდან ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ სალომე ზურაბიშვილის გავლენა და მისი წონა დასავლეთში არის საკმაოდ მაღალი და სწორედ ისევე, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები მუშაობდნენ სანქციების თემებზე, იგივე კონტექსტში მუშაობდა სალომე ზურაბიშვილის და ამიტომ ეს არ არის გამორიცხული. რაც შეეხება გიორგი გახარიას, აქ სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს ჩვენ გიორგი გახარიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ფაქტობრივად აღიარა გიორგი გახარიამ იმით, რომ მან არ ჩახსნა საპარლამენტო სია, უარი არ თქვა საბიუჯეტო დაფინანსებაზე და ლელოზე გაცილებით უფრო ადრე ითანამშრომლა ქართულ ოცნებასთან. ამიტომ გიორგი გახარიას სანქცირება ამ შემთხვევაში რეჟიმის მხრიდან სასჯელის დაკისრების სახით აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი. რომც გადაიდგას მსგავსი ნაბიჯი თვალის ასახვევად, ის მაინც ვერ მოვა სისრულეში, ვინაიდან მე ღრმად ვარ დარწმუნებული, გახარიას პარტიის გაქცეული ლიდერი არაპირებს საქართველოში დაბრუნებას და მან სწორედ ისეთი სახელმწიფო აირჩია გასაქცევად, სადაც მისი უფლებები დაცული იქნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ანუ ის ადამიანები ხშირ შემთხვევაში, რომლებიც საქართველოში რეჟიმის დამყარებას უწყობენ ხელს, გასაქცევად ირჩევენ იმ ადგილებს, სადაც მათი უფლებები, როგორც პოლიტიკური დევნილების უფლებები იქნება ძალიან ხაზგასმით დაცული. ამიტომ გიორგი გახარია დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მშვიდად არის, ვინაიდან ის საქართველოშიც არ წარმოადგენდა საფრთხეს ქართული ოცნებისთვის და ასევე არ წარმოადგენს საფრთხეს მით უმეტეს გერმანიაში. ისევ რომ დავუბრუნდე, რატომ არიან კონკრეტულად ჩვენი კოალიციის ლიდერები და სხვა პოლიტიკური ლიდერები ციხეში. ეს ადამიანები ქმნიდნენ პრობლემებს რეჟიმისთვის, მაშინ როდესაც იყვნენ თავისუფლები. შესაბამისად, მათი ართანამშრომლობა და ართანამშრომლობა მნიშვნელოვანი ხაზია. ეს არ არის მარტივი ხაზი, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ და რომლის შედეგებსაც ამ გზის სისწორის შედეგებს ჩვენ ქმედებებში ვნახულობთ უკვე და ვხედავთ. ამიტომ ჩვენი ლიდერების საპატიმროში დატოვება განუსაზღვრელი ვადით, რასაკვირველია არის რეჟიმის მთავარი ამოცანა. ამიტომ უფრო მეტად ველოდები, რომ იმ ხალხზე იქნება კიდევ უფრო მეტი წნეხის გაზრდა, ვინც უკვე ციხეშია, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ ამ სიას მიემატოს ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ცალკეული ფიგურა, რომელიც ასევე საფრთხეს შეუქმნის რეჟიმს. თქვენი პოლიტიკური ძალის გეგმები როგორია? იმის პარალელურად, რომ თქვენი 4 თუ არ ვცდები 4 ლიდერი ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ემუქრება კიდევ უფრო მეტად სასჯელის ამძიმება. თქვენი გეგმა რა არის? რადგანაც მე მახსოვს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ როდესაც ვიდრე მას დააპატიმრებდნენ, რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნა განცხადება, რომ
კი ყველას დაგვიჭერენ, მაგრამ მე სხვა პოლიტიკოსები გაჩნდებიან და სხვა ლიდერები და ეს პროცესი შეუქცევადი არის. ანუ შინაარსი ეს იყო მისი ამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებისა. თქვენი გეგმა შესაბამისად როგორია? იქნება თუ არა ეს ახალი ლიდერების აღმოცენების ხანა თუ ზოგადად რაიმე კონკრეტული კმეტი ნაბიჯები გაქვთ თუ არა წინასწარ გათვლილი, თუ კი ეს პროცესი მივა საბოლოოდ იქამდე რომ მათ კიდევ ერთხელ და უფრო მეტად დაუმძიმდებათ ბრალი. კი ბატონო. პირველ რიგში ვიტყვი რომ ზურა გირჩიჯაფარიძე იყო მართალი, იმიტომ რომ ზურას 7 თვიანი პატიმრობის ვადა გადიოდა დეკემბერში, რაც უკვე გასაგებია რომ ეს რეალობა აღარ დგას. ანუ უკვე 5 თვეა ზურა დაპატიმრებულია და ამ 5 თვის განმავლობაში კოალიცია არ ჩამოშლილა უფრო მეტიც, ანუ კოალიციაშიც გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ იტვირთონ ის ძალიან მძიმე გზა და გააგრძელონ. შესაძლოა არა ისეთი დიდი წარმატებით, როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში, მაგრამ ეს კოალიცია არ ჩამოშლილა, არც ბრძოლა არ შეწყვეტილა, არც საზოგადოებას არ შეუწყვეტია ბრძოლა და რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ლიდერებს, ერთიანი საყოველთაო ძლიერი საზოგადოებრივი პლატფორმა და საზოგადოებრივი ერთობა. ეს არის ხედვა, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ, ამ ხედვისკენ ჩვენ მივდიოდით მაშინაც, როდესაც ჩვენი ლიდერები თავისუფლები იყვნენ და მას შემდეგაც ჩვენ ამ გზას მივყვებით. ეს ერთიანი საყოველთაო წინააღმდეგობა და ერთიანობა თავისთავად გულისხმობს, რომ ახალი ლიდერები გამოჩნდებიან, მათ შორის როგორც პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე სამოქალაქო სექტორიდან. უამრავი ადამიანი გამოაჩინა რეჟიმთან წინააღმდეგობამ, როგორც ძალიან კარგი სტრატეგი, ძალიან კარგი კომუნიკატორი, ძალიან კარგი გადაწყვეტილებების მიმღები და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ამღები ადამიანი. ეს არის პოლიტიკური ლიდერშიპი დღეს. ვინაიდან პოლიტიკის წარმოება ვერ ხორციელდება იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც კლასიკურად უნდა აწარმოო პოლიტიკა და დიდწილად და უმთავრესი ბრძოლა მიმდინარეობს სწორედ ქუჩაში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ქუჩიდან იბრძვით დღეს უმეტესად, ვიდრე ან სხვა სივრცე აღარ დარჩა. ეხლა თუ ვინმე სჯერა რომ საკრებულოდან და პარლამენტიდან შიგნიდან სისტემა ტყდება, ასეთ მიამით გულუბრყვილობას მე ნამდვილად ვერ დავუჭერ მხარს და ლიდერები ადამიანის საზოგადოებიდანაც იბადებიან. თქვენ ახსენეთ ხელისუფლებასთან ბრძოლა და მოდით რეალურად შევაფასოთ, ამჟამად თუ კი გაერთიანება არ შედგება ოპოზიციაში, ესე ცალკე ძალიან რთული იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, რომ რაიმე სახის სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ქართულ ოცნებას. ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას თუ არ ვცდები, ნინო ლომჯარიას განცხადება გამახსენდა, მან თქვა, რომ დროა რომ უკვე დავიწყოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ასე რომ ვთქვათ, გარკვეული სახის კონსოლიდაცია ოპოზიციის სპექტრში. თუმცა თქვენ წეგან ახსენეთ და გარკვეულწილად ირიბად დასდეთ ბრალი ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში ლელო ძლიერი საქართველო და მამუკა ხაზარაძე, ბადა ჯაფარიძე. ამაზე ფაქტები მეტყოლებს სამწუხაროდ მე არ მიხარია ეს ფორმულირება. მე უბრალოდ თქვენი სიტყვები გავიხსენე. საინტერესო იქნება რამდენად ხართ მზად, რომ აი ამ ადამიანებთან, ვისაც თქვენ ამბობთ, რომ არიან თანამშრომლობენ, როგორც თქვენ ამბობთ, ქართულ ოცნებასთან, რამდენად ხართ მზად, როგორც თქვენ, ასევე თქვენი პოლიტიკური პარტია, რომ ითანამშრომლოთ ამ ადამიანებთან, იქნება ეს გიორგი გახარია, ლელო ძლიერი საქართველო თუ სხვა ოპოზიციური გაერთიანებები. კი ბატონო. ამაზე ცოტა შორიდან უნდა ვუპასუხოთ, იმიტომ რომ დღეს წესრიგში დგას, კი, ძალიან სწრაფად ვიტყვი, დღეს წესრიგში დგას არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ერთობა, არამედ უფრო დიდი ერთობა, რომელშიც იქნება მოაზრებული როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტები, კონკრეტული პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები, ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ და რომლებიც თანხმდებიან სტრატეგიის და წინააღმდეგობის იმ პირობებზე, რაც არის შედეგის მომტანი. ამ დიდ საყოველთაო ერთობაში არის ყველა იმ სუბიექტის ადგილი, რომელიც აცნობიერებს რეჟიმთან ართანამშრომლობის მნიშვნელობას და რომელიც უკვე დაეთანხმება იმ საყოველთაო წესებს და იმ საყოველთაო შეთანხმებას, რასაც ეს დიდი საერთო ერთობის, არ ვიცი, ეს პლატფორმის ფორმატი იქნება თუ რაიმე სხვა სტრუქტურული სუბიექტი, აი ამ დიდი ერთობის მიერ გაწერილ და შემუშავებულ გზას. ყველას შეუძლია იყოს დიდი ერთობის მონაწილე, თუ ისინი გაიზიარებენ იმ ძირითად პრინციპებს და შეხედულებებს, რომლითაც რეჟიმთან წინააღმდეგობა არის შედეგის მომტანი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დღევანდელი სტატუს კვოთი სამწუხაროდ
არც ლელო, არც გახარიას პარტია არ იზიარებს ამ მოსაზრებებს, არ იზიარებს იმ გზას და არ თანამშრომლობის მნიშვნელობას ისინი ვერ ხედავენ ან არ ხედავენ და შესაბამისად დღეს ისინი არ არიან ამ ერთობის მონაწილეები. თუმცა კარი ჯერჯერობით არის ღია, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელშიც გაერთიანების და მოსვლის და საზოგადოების ნაწილად გადაქცევის შანსი ყველას აქვს, თუ ამისი სურვილი დაფიქსირდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.